აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამოჩენილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის გენო კალანდიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო გაიმართა. საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, საზოგადო მოღვაწეები, გენო კალანდიას მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. გამომსვლელებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კოლეგებმა, ლიტერატურისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა გენო კალანდიას რთული და საინტერესო ცხოვრება და შემოქმედებითი გზა გაიხსენეს. ისაუბრეს დევნილობასთან შეურიგებლობისა და აფხაზეთის დაკარგვით გამოწვეულ მისეულ განცდასა და ტკივილზე. მისი პოეზია არის ძალიან რაფინირებული, დახვეწილი, მე ვიტყოდი არისტოკრატული. ასეთი წარმოდგენა მქონდა და მაქვს მე გენოს პოეზიაზე, იმიტომ რომ დახონძლულია კოლხური სიზმრებით, უფალთან მიახლოებით, მარადიული თემებით. მე არის ფერმწერი, რომელიც ჩემთან ძალიან ახლოს არის. ღირებულს და ფასეულს ხმნიან დაბადებული პოეტები. ასე რომ სულ იმაზე ვფიქრობდი, რომ თუ დადგება ის დრო, როცა გენოს ძეგლი დაიდგმება სოხუმში. იგივე ჩემი დიმა, რომელიც ჩემი ძმა იყო, ეგენი რომ წავიდნენ, რაღაც თითქოს მე აფხაზეთი მეორეჯერ დავკარგე. გენო მიცოდა ვინ იყო, ამიტომ ის გამართული იყო, შემტევიც იყო, როცა საჭირო იყო. ის ლამაზი სულის კაცი იყო. შემოქმედება არა მარტო მომწონს, მამშვიდებს, სულიერი საზრდოა ეს ჩემთვის და ბევრი ჩემნაირი ადამიანისათვის. მე დავახასიათებდი ადამიანს, რომლის წასვლამ ძალიან ბევრ ჩვენთანაც დაწყვიტა გული, მთლიანად საქართველოს, ვინც იცნობდა და ვინც არ იცნობდა მათაც. ხიმილის კაცი, სიხარულის ადამიანი. მე არ მინდა რომ გენო გამოვყო იმ ადამიანებისგან, ვისაც სტყივად აფხაზეთი დაუფარავად საუბრობენ პრობლემებზე, მაგრამ გენოს ჰქონდა გამორჩეული თვისება, იყო კონსტრუქციული, ხმა ანალიზს აკეთებდა და შორს ხედავდა. მარტო ტკენა და სიყვარული არ არის საკმარისი, გენო ქმედეთი პოლიტიკოსი იყო. ამისთან ადამიანის დავიწყება შეუძლებელია, იმიტომ რომ მისი პოეზია დაუვიწყარია. თვითონ გენო იყო არაჩვეულებრივი აურის მატარებელი ადამიანი, საოცარი ღიმილით. მართალის სიტყვა, დგომა იქ, სადაც ერს უჭირდა, დევნილთა პრობლემები. ეს იყო მისი მთავარი ცხოვრების არსი ბოლო პერიოდში. მან ბევრი სიკეთე გააკეთა იმ დევნილი ადამიანებისთვის, რომლებიც ამ უბედურებას პრაქტიკულად შევეწირეთ. მან გამოიარა ეს ჭუბერი, ეს სიძნელეების პირველი წლები, მაგრამ არ დაუკარგავს ერთი რა, ხალისი არ დაუკარგავს და სიყვარული არ დაუკარგავს არასდროს. საღამოზე ახალგაზრდა მსახიობებმა პოეტის ლექსები წაიკითხეს. წარმოადგენეს მის პოეზიაზე შექმნილი ლიტერატურული კომპოზიცია. აღნიშნა ისიც, რომ გენო კალანდიას შემოქმედების მწვერვალი მისი ლექსების ბოლო კრებული საგალობლები უფლისათვის გახდათ. შეხვედრა მუსიკალურად აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა აფხაზეთი გააფორმა. იგი მთელი ცხოვრების მანძილზე, 70 წლის ასაკშიც იყო მაძიებელი და 19 წლის არტურ რემბოს ნოვატორული ბუნება ჰქონდა. გამუდმებით ეძებდა და მის ბოლოდროინდელ ლექსებში კი სიცოცხლისადმი დაუუკებელი სიყვარული, ძალიან მძაფრი ენერგია და ვნება იგრძნობა არასოდეს არ გაჩერებულა. პირიქით ყველაზე პროდუქტიული სწორედ ცხოვრების ბოლო წლებში იყო, როდესაც მე ვიტყოდი, რომ თავისი საუკეთესო ლექსები შექმნა. კრებული საგალობლები უფლისადმი, სადაც სულ სხვა გენო კალანდია გამოჩნდა. თუ მისი პოეტური აზროვნებისთვის აქამდე არტისტიზმი იყო დამახასიათებელი, ლიტერატურული თამაში, ეხლა ყველაზე მთავარი გახდა უფლის ჭვრეტა, საკუთარი თავის ჭვრეტა, გულწრფელობა. მე ვთვლი, რომ ამით ის მოითხოვა ამ ქვეყნიურ ცხოვრებას და შეუერთდა მარადიულობას. მე როგორც ძმა მის შემოქმედებაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი. მიუხედავად იმისა, რომ თქვათ კოლეგა ვარ, ასევე მისი ამდენი ხალხი, ასეთი ღირსეული ხალხი, რომ მობძანდა, ეს ჩემთვის ბედნიერება, სითბოა და სიყვარულია. მე მართლაც როგორც პოეტი, როგორც ძმა, დიდი კაცი დავყერა. გენო მოღვაწე კაცი იყო, მას აფხაზეთი ტკიოდა, მან ჭუბერი გადმოიარა. ის ყოველთვის პირველი სიტყვის თქმელი კაციც იყო. თუ ამას სუბიექტურად თუ არ ჩამითვლით, მე აფხაზეთს ამშვენებდა თავისებურად.
გენო კალანდია 30-მდე პოეტური კრებულისა და დრამატული პიესის ავტორია. პოეტი შოთა რუსთაველის, სახელმწიფო ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი იყო. თანამედროვე ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ღირსების ორდენი გადაეცა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართული ლიტერატურული საღამო ჩვენი გადაცემისთვის გენო კალანდიას მიერ მიცემული ბოლო ინტერვიუთი დასრულდა. ეს ეპოქა ლექსით, ომით, ბრძოლით, საგენჭუბერით და 1000 დრამატული დღეებით გამოვიარე, მაგრამ დღემდე მოვედი და მაგრამ ჩემი რწმენისათვის არასოდეს ვიღალატია, მე ვიყავი ქართული ლექსის მსახური და როგორც შემეძლო, აი ვაკეთებდი ამას და უბედიერესი კაცი ვარ, რომ დღეს იმდენი მკითხველი და იმდენი საყვარელი ადამიანი გამოჩნდა აი რუსთაველის თეატრში, რომ ალბათ ამისთვის ღირდა მარტო ცხოვრება. სიყვარული გავხარჯე ხარობ სიტყვის მადარით სული გაფუთრელი მას სულ ქართული ამალი ხელის გულზე მიწვია ზამთრის სპინა ქარები ფრთები დანაწილი მას შობლიური ქარები წუხის შაბათ კვირამდე დამჩა ერთი ფიორი თუზე დალოცვილი მას სულ ქართული ნიროდით საბათეხი შაშკვით ხამე სრევლად მიყურები ხელი გამოჩებელი მას შობლის ძველი სიმღერით უსინათლო პერივით კერძებ სხელი თითებით გული გარგილე ჯილიმად ზღვის შპოტვარე სვირთებით რაც ცხოვრება გავიდე ცოცხლობით ჩემი ფესვებით სული გავ